მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ უჩვეულო სპორტულ შეჯიბრებებზე. სანამ ვიდეოს დავიწყებთ, მინდა შეგატყობინოთ უადვილესი ფუნქცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ იხილოთ ყოველი ახალი ვიდეო შეტყობინების სახით. ამისათვის საჭიროა დააჭიროთ ზარს, შემდეგ მონიშნოთ პატარა კუბიკი და მისცეთ დამახსოვრებას. ნომერი 10. იაპონიაში აწყობენ პატარა აუზს და წყალში ყრიან გველთევზასნაირებს. შეჯიბრებაში მონაწილეებმა უნდა დაიჭირონ გველთევზასნაირები. თითოეულ გველთევზასნაირის დაჭერისას მონაწილე დასაჩუქრდება პატარა ნაჭერი შებოლილი გველთევზასნაირით. იაპონიაში ეს თევზი დელიკატესად ითვლება. საბოლოოდ, ვინც მეტ თევზს დაიჭერს, გადაეცემა ფულადი თანხა $500 ოდენობით. ნომერი 9. ფიჯის კუნძულზე ადგილობრივები პალმის ხეზე ასვლაზე იბრძვიან. ჩანაწერი როგორც ირკვევა უკვე 30 წელია არსებობს. რეკორდი დაამყარა ნეკი ფუტაი სოლომ და 9 მეტრის სიმაღლის ხეზე ავიდა 4.88 წამში. ნომერი 8. ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება ქალებისთვის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებით შეჯიბრი. ქუსლები უნდა იყოს მინიმუმ 7 სანტიმეტრის. ქუსლიანებით რბოლა ძალიან ტრამვულია. მილანში ერთ-ერთ შეჯიბრის დროს 300 ლამაზმანი დაიტრამვა. საბოლოო გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს მანოლო ბლანკიკის ფეხსაცმელს. ნომერი 7. ფინეთში და პოლონეთში ტარდება შეჯიბრის სახელწოდებით ცოლის ტარება. შეჯიბრის დანიშნულება ასეთია: უნდა დაისვათ მხრებზე მეუღლე და რაც შეიძლება სწრაფად და მოთმინებით მიაღწიოთ დანიშნულების ადგილს. გამარჯვებული მიიღებს მეუღლის წონის ოდენობით ლუდს, ხოლო მეუღლისთვის პრიზი არ არის გათვლილი. ნომერი 6. გერმანიაში ლუდის ფესტივალის დროს აწყობენ გოგრებით ცურვის შეჯიბრს. გოგრის მინი იახტა უძლებს 100 კილოგრამს. შეჯიბრი ეწყობა სპეციალურად მოწყობილ წყლის არხში. საკმაოდ რთული შეჯიბრია. ხანდახან არის მომენტები, როდესაც ადამიანები ახერხებენ ფინიშთან მიღწევას. ნომერი 5. შემოდგომაზე ბრიტანეთში ეწყობა წყალქვეშა გოგრების ფესტივალი. შეჯიბრის დროს დაივერების მიზანია ჩავიდნენ ტბის სიღრმეში და ამოჭრან გოგრაზე ფორმები და ეს ყველაფერი გააკეთონ რაც შეიძლება სწრაფად. ყურებით ეს ყველაფერი მარტივად გვეჩვენება, მაგრამ შესრულება არც თუ ისე მარტივია. ნომერი 4. ინგლისის უჩვეულო შეჯიბრება. ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში ყოველწლიურად ტარდება უჩვეულო შეჯიბრებები. მონაწილეებმა უნდა დაამზადონ მოძრავი საწოლი და შემდეგ შეეჯიბრნონ ერთმანეთს. შეჯიბრებები იყოფა სხვადასხვა ჯგუფებად: საწოლით შეჯიბრი, საწოლით უკუსვლით შეჯიბრი და საწოლით დაჩქარება. ნომერი 3. უნგრეთში შეჯიბრი ტარდება კუბიკ რუბიკის აწყობაში. კუბიკ რუბიკი ამ სათამაშოს დანიშნულება ფერების შეხამებაა. ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ეს ასე არაა. მსოფლიოს რეკორდსმენი გახლავთ ფელიქს ზემდექსი. მან 4.73 წამში დასვა ფერები. ნომერი 2. არაბულ ქვეყნებში აქლემებით რბოლა ძალიან პოპულარულია. როგორც ირკვევა, შეჯიბრებაზე აქლემს შეუძლია განავითაროს 60 კმ/სთ-ში, ხოლო საუკეთესო აქლემის შესაძენად დაგჭირდებათ $1000. ნომერი 1. ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო კონკურსი ტარდება იტალიაში მილანთან ახლოს. მონაწილეებმა საღამოს საათებში უნდა მოკლან რაც შეიძლება მეტი კოღო. ეს უნდა მოხდეს მათ სხეულზე. გამარჯვებული ის იქნება, ვინც ყველაზე მეტ კოღოს მოკლავს და საჩუქრად გადაეცემა 6 ცალი ღორი. დაწერეთ კომენტარებში, რომელ კონკურსში მიიღებდით მონაწილეობას. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.